ეს ნაწილი. ბატონ კოტე, გისმენთ. თავდაპირველად უნდა გავიმეოროთ ის, რომ ბატონ ირაკლი სესიაშვილი არის საპარლამენტო ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელი. ხა მისი ნდობის ხარისხი ამიერიდან და ამ გადაცემის მერე განსაზღვროს ჩვენმა მოსახლეობამ. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ეს ადამიანი ვეღარ ისარგებლებდა სადეპუტატო მანდატით და მან უნდა დატოვოს წესით თანამდებობა. აქ ეს კონკრეტული შემთხვევა კლასიკური მაგალითია იმისა, რომ საქართველოში საპარლამენტო აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ერთმანეთთან შერწყმულია ოჯახების დონეზე, იმის ნაცვლად, რომ მათ ერთმანეთი დააბალანსონ და აკონტროლონ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასევე ტყუილების უზარმაზარ კასკადთან გვაქვს საქმე 2 დღეა. ბატონი ირაკლი ამბობს, რომ თურმე მისი შვილი ბატონი დავით სესიაშვილი, რომელიც არის სპეცსამსახურების თანამშრომელი, რომელსაც წვდომა აქვს უაღრესად სენსიტიურ ინფორმაციასთან არ დაკითხულა ჩანთის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. თქვენ ამ წუთას ამოიღეთ დოკუმენტი, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ თურმე ეს ადამიანი სპეცსამსახურების თანამშრომელი ამ საქმესთან დაკავშირებით არის დაკითხული. ანუ ვინ იტყუება ეხლა აქ ბატონი ირაკლი სესიაშვილი იტყუება თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო? გამოკითხული, თუმცა დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ გამოკითხული. ბატონი ირაკლი გუშინ გვეუბნებოდა, რომ მისი ბატონი დავით სესიაშვილი თურმე პოლიციის შენობაშიც კი არ არის ნამყოფი. დღეს აგერ ხედავთ, რომ ნამყოფიც არის კომუნიკაცია შედგა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მთელი ქართული ოცნება 2 დღეა ზის და ფიქრობს იმაზე, როგორ მოახდინონ სესიაშვილების დისტანცირება ამ ნეპოტისტური ფაქტებისაგან, თუმცა სხვა ვერაფერი ვერ მოიფიქრეს, ჩაატარეს კლოუნადა და პიარ შეტევა განახორციელეს თითქოს და ნაციონალურ მოძრაობაზე, დაცინვით გვემუქრებოდნენ და ჩაიხედონ ეხა სარკეში და ნახავენ ვისა აქ დასაცინად საქმე, ვის უჩივიან პროკურატურაში, რაზე უჩივიან, რასაც თვითონ ითხოვენ ჩვენი სპეციალური ბრიფინგი, ზუსტად იგივე მოვითხოვეთ ჩვენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი. როგორ დაინიშნა ბატონი დავით სესიაშვილის სულში? რა კითხვის ნიშნები არსებობს მის ჩართულობასთან დაკავშირებით იმ ქურდობის ფაქტზე, რომელიც გამოაშკარავდა? ამ ყველა ახმის პრობლემა არის აქ როგორ ჩანს, მაგრამ ნუ მივაქცევთ ამას ყურადღებას. ჩვენ ვითხოვთ ამ ყველა საბუთის და ამ ფაქტთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის გასაჯაროებას და გამოქვეყნებას. რთული გასაგებია ბატონო ირაკლი, რასაც ვითხოვთ? კი ბატონო, გასაგები ამით ასრულებთ ბატონ კოტე? კი ბატონო, დიდი მადლობა. ეს არის ნეპოტიზმის კლასიკური ფაქტი. ჩვენ ხედავთ, რომ ადამიანს შეექმნა, ერთი წამი, ჩვენ ნახეთ, რომ ადამიანს შეექმნა პრობლემას დასაქმებასთან დაკავშირებით, სპეცსამსახურებში დასაქმებასთან დაკავშირებით, შედგა საგამოძიებო უწყებებისა და სამართალდამცავი უწყებების კომუნიკაცია სუსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პროკურატურასთან, არის რაღაცა წერილების გაცვლა, გამოცვლა, მათ შორის საიდუმლო გრიფით და ფაქტი არის ის, რომ ეს ადამიანი დავით სესიაშვილი დაინიშნა საქართველოს სპეციალურ სამსახურში, რომელიც აკონტროლებს საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს. ამ საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება და არავინ არაფერი არ იცის. აქ ნათელია, ხო, ჩაერია ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელი ამ საქმეში, გაანეიტრალა. ნათელი არაფერი გაანეიტრალა სამართალდამცავი, სამართალდამცავი სტრუქტურების ჩართულობა და ეს ადამიანი დაინიშნა. არა, ლოგიკას მიყვებით, ხო ჩვენ ახლა ამ წუთას. ლოგიკას მიყვებით ამ წუთას. სადგართ ლოგიკა. თუ არის სადგართ ლოგიკას, სადგართ სინდისი, სადგართ. ამას სარკეში იყურებით და ისე ამბობთ ალბათ ახლა ამ წუთას. რაზე მელაპარაკებით? ვიზე რას ლაპარაკობთ? კი ბატონო, დაასრულეთ ბატონ კოტე?